გაუმარჯოს YouTube-ს ყველას მოგესალმებით ჩვენი არხის მაყურებლებო, მონადირეებო, გამომწერებო და არა გამომწერებო. დღეს მორიგი შეკვეთა ჩამომივიდა იქვის საყვირების, ამჯერად 3 ცალი იყო შეკვეთილი. და სამივე აქ არის. გაჩვენებთ ახლა. დავალაგებ ლამაზად, იცით ეს მქონდა ამის. ანონსი იყო გასული ჩვენს არხზე. ეს მეორე. და მესამე უკვე გამოვცადეთ რამოდენიმეჯერ, ასე ვთქვათ, საბრძოლო პირობებში. ეს ჩვენი ხვის საყვირები. ხო და ამ სამიდან ესენი ყველა უკვე გაყიდულია, ცარიელი არ დამრჩა, თავისუფალი. ანუ ეს არის კომპლექტში ეს 2 ცალია, იცით უკვე. ძალიან მაღალი ხარისხის და ძალიან კარგი გაკეთებულია. ესე იგი, ერთი არის 5 ერთში, მეორე არის ხარაზულა, სუფთა ხარაზულა იქვის. ჯერჯერობით ორ ფერში იყო ეს კრემის ფერები და თეთრები. ორივე ძალიან კარგებია. ძალიან ბუნებრივი და ისეთი ნატურალური იქვის ხმა აქვს, რაც მთავარია ამერიკულებისგან განსხვავებით. ყირმაში და სიცივეში არ იჭედება. ეს არის 5 ერთში, აქედან უბერავთ და აი ამ ნახურებზე რეგულირებით ხდება. სტენია იყვის, ხარაზულა იყვის, კუცადგისა, ფართოცხვირა იყვები მოყავს მშვენივრად. სხვადასხვანაირი დაძახება უნდა, დამუღამებაა საჭირო. ამას კიდე, აი, ნახეთ რა კარგად ხარისხიანადაა გაკეთებული. აი აქ აქვს აი რეზინის რგოლები. რომ ჭიდროთ დაჯდეს ამ კორპუსზე. ეს არის ერთენიანი საყვირები. და ძალიან კარგად მუშაობს, როგორც გითხარით, უკვე რამოდენიმეჯერ უკვე ჩვენს პირობებში გამოვცადე, ჯავახეთშიც ვიყავით, წალკაშიც ვიყავით, 2 კვირის წინ წალკაში ვიყავით და ამ საყვირით მოვიყვანეთ ფართოცხვირა. იხვები დავამარცხეთ საღამოს გადაფრენაზე. ხო, ახლა მწარმოებელი რეკომენდაციას გვაძლევს, რომ საერთოდ ეს არ იქეკოთ ამაში, არც გახსნათო თქვენ ჭკუაზე. არ არის საჭირო ამის რეგულირება, ძალიან კარგად არის უკვე დაყენებული და ამას დაშლა და პროფესორობა არ ჭირდებაო. საერთოდ არც გახსნათო. ისეთ დონეზეა გაკეთებულიო. თვითონ ამის ავტორი და შემქმნელი არის ძალიან მაგარი მონადირე და რასაც ვქვია თავის თავზე ცდის ყველაფერს და მე აწარმოებს ხოლმე. ანუ ჩასაბერად არის ძალიან ესეთი სუბუქი, ანუ გაჭინთვით ბერო არ ჭირდება. საკმაოდ ისეთი ხრინწიანი იხვისთვის დამახასიათებელი ხმა აქვს. და სწორი ჩაბერის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ 100%-იანი შედეგი გარანტირებული გაქვთ. ახლა თუ სამე ახლო იხვი არის დაინტერესებთ იქს და ალბათ თუ ფიტულებიც აქვს ჩაყრილი, შეიძლება ითქვას, რომ 100%-იანი შედეგი დადგება. ეს მეორე. ეს არის ახლა სტენია იქვის, ანუ ჩიროკი. და მე რაღაცა სხვადასხვა ვარიაციები აქ თითის დაჭერით. ვინც არ იცის ამის გამოყენება, სპეციალური ვიდეო გაკვეთილები არის YouTube-ზე, როგორც რუსული, ასევე
ამერიკული და სხვა ქვეყნების მონადირეების მიერ, როგორც ვიცი, ამაში მსოფლიო ჩემპიონატებიც კი ტარდება ამ მხატვრულ სტვენებში. იგივე არის ესეც ფერში არის ოდნავ განსხვავება. ამ ეტაპზე მწარმოებელი აკეთებს ამ ორ ფერში, თხოვე რომ იქნება ცოტა ფერის შეუცვალო რაღაც იყოს მეთქი ცოტა გაამრავალფეროვნო მეთქი და რა ვიცი, აბა როგორ გამოვა და რას გააკეთებს. ნახოთ, ესეც იგივეა. უპლატნი ძელიო თუ როგორ ქვია ეს. ეს რეზინის რგოლები აქვს, ასე ვთქვათ, სალნიკები. ერთენიანები, საკმაოდ ისეთი მჭახე და ხრინწიანი ჟღერადობით. როგორც გითხარით, ცივამინში და ყინვებში მუშაობს გაუჩერებლად, არის დორბლება და არის ორთქლება, ასე ვთქვათ, არის ნერწყვება და არც ეყინება. ნახავ ახლა მე იმ კაცის ვიდეოც უნდა მქონდეს. აი ყინვაში როგორ მუშაობს და როგორ ყინვაში რა პირობებში უწევს ნადირობა თვითონ. ხო და ჩანს თვას გავაკეთებ პატარას. ეს ამასაც მოусმინოთ, იგივეა პრაქტიკულად. შეგიძლიათ ტონალობა უცვალოთ, ეგ უკვე თქვენი ჩაბერვის მეთოდიკაზე და ხარისხზეა დამოკიდებული. ეს მოკლე ვიდეო, რაც მინდოდა მეთქვა, რომ დაგაინტერესოთ და ნახოთ თუ როგორ იღეს ნამდვილი იხვის ხმა. ხო, ამ სამიდან როგორც თქვით, თავისუფალი არც ერთი აღარ არის უკვე, ალბათ ამ დღეებში წაიღებენ. წინასწარი შეკვეთით იყო, ვიდეო ნახეს, დააინტერესათ, მოეწონათ და შემდეგში იქნება კიდე. თავარი იყოს სურვილი და მალევე ჩამოდის ხოლმე ეს სადღაც მეხუთე დღეს უკვე აქ იყო. აი ავიაშეტყობინებით არის გამოგზავნილი. გუშინ ვერავიღე, უბრალოდ პოსტაში იყო კომპიუტერული უზრუნველყოფა გაჭედილი, ჩამოკიდებული იყო კომპიუტერები და საქართველოს პოსტა არ მუშაობდა. ასე რომ მხოლოდ დღეს მოვახერხე მათი გამოტანა. ერთ დღეც არ არის არანაირი პრობლემა. აბა დროებით და ეხლა ვეცდები ის ვიდეოც მივაბა ამ ვიდეოს თუ როგორ პირობებში და როგორ ყინვაში ნადირობენ ამ სასტვენებით. Оп! Я пойду заберу свои трофеи. Есть? Да. Это вот продолжение. Вот. Все во льду. И вот наш тимберочек. Ребята, как раз вот эти две охоты, они попали на мороз, правильно? Да. Первый раз ты был со мной и второй раз. И вот даже сейчас, если посмотреть, вот он, смотрите, тебе видно там, Дима? Да. Вот это все, вот, это все лед. Все замерзшее и все работает, ребята. Дима, вот сюда направь, вот, лед, вот он. Внутри манка. Вот здесь лед. Внутри манка лед. Здесь. Ну-ка, фокус. Лед. Лед здесь, вот с этой стороны. Все во льду. Посмотри, Дима, на меня. Вот. Хватает секунды, чтобы просто замерзнуть. Вот, ребята, без какого-то эффекта.
Вот секунды, ребята, воду возьмешь и сразу замерз. Вот берем манок. Мы затестили просто с фанатизмом манок. Ну, ребята, все для вас. Ребята, в боевых условиях погода, ребята, у нас снег, минусовая температура. Ребята, вот посмотрите, сколько влаги в манке. Ребята, маночек у нас именной. Это у нас маночек для Виталия в Липецк. Написано здесь у нас гравировочка Виталию от Виктора. Вот, ребята, маню давно, вот именно вот сейчас, да, что манок весь во влаге, залипаний никаких нету, ребята, но это очень хороший показатель этому манку. В общем, тестируем, гоняем прям вот на охоте для этого товарища. Ну и осталось только добыть уточку. Сейчас вечерочка, уточка должна полететь, будем манить. Блин, смотри, с какого раза, блин. Офигеть, блин. Полем, друг. Какой поле, блин, так надо же так стрелять, блин. Полем. Снайпер, блин.